მე ვიცი რომ მშვიდობა აუცილებლად დაისადგურებს, უკრაინა კი გაიმარჯვებს, მაგრამ რამდენად მალე მოვა მშვიდობა და რა პირობებით, თქვენზეა დამოკიდებული, რადგან არაფერი ყოფილა არის და იქნება გადაწყვეტილი უკრაინის გარეშე. თქვენ არ გჭირდებათ ემპათიის სიტყვები ჩემგან, თქვენ გჭირდებათ ის, რასაც ევროპა პირველივე დღიდან გაწვდიდათ და ასე გააგრძელებს. რეალური მხარდაჭერა იარაღით, საბრძოლო მასალებით, წვრთნებით, ჰუმანიტარული დახმარებით იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანები და სახლები დაკარგეს, სანქციებით, რათა რუსეთის ომის მანქანა შევასუსტოთ, დიპლომატიით, რათა უკრაინა იყოს დღის წესრიგში პირველი საკითხი. სწორედ ამ გზით ვეხმარებით უკრაინას და ვუახლოვდებით მშვიდობას, რათა თითოეული გატაცებული უკრაინელი ბავშვი დავაბრუნოთ სამშობლოში. იძულებითი მშვიდობა მხოლოდ რამდენიმე თვით ან წლით შეაჩერებს ომს. ჩვენი პოზიცია ნათელია, მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი, ღირსებაზე და სამართალზე დაფუძნებული, რომელიც პატივსცემს უკრაინის სუვერენობასა და დამოუკიდებლობას. ევროპას უკრაინის მსგავსად მუდამ სურდა მშვიდობა და სწორედ ამაზეა დაფუძნებული ჩვენი ერთობაც. ამიტომაც ვაგრძელებთ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას უკრაინისთვის პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ვართ მზად და უნარიც შეგვწევს მივახციოთ მას. ამ გზავნილს გვზავნით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ევროპა იდგა თქვენს გვერდით პირველივე დღეებიდან. პირველები ვიყავით, ვინც კიევში რუსული იერიშების ფონზე დადგა და ამ წლებმა ჩვენი ერთობა მხოლოდ გააძლიერა. ჩვენ აქ ვართ თქვენთან, აქ ვართ რომ დავრჩეთ. მარტო არასოდეს ივლით და როდესაც მშვიდობა მოვა და ეს ბნელი თავი საბოლოოდ დაიხურება, მაშინაც თქვენს გვერდით ვიდგებით აღორძინების პროცესშიც. უკრაინა კი მალევე შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს. მადლობა რომ დაადასტურეთ უკრაინული გამოთქმის არსი, რომ მამაცი გული უფრო ძლიერია ვიდრე ორი ძლიერი მკლავი. უკრაინის გული კი საკმაოდ ხმამაღლად დგერს, რათა ეს მსოფლიომ გაიგონოს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვა, სინათლე გაიმარჯვებს ბნელზე, სიცოცხლე სიკვდილზე. ასე იყო და ასე იქნება. დიდება უკრაინას. Slava Ukraini!